ცემებით, ასე მოგესალმებით, 2025 წელს ტელემაუწყებლობის კომერციული სარეკლამო შემოსავლების 78.5% 4 სახელისუფლებო არხმა მიიღო. ანუ რეკლამის ბაზრის 75.5% მიიღო იმედმა, რუსთავიორმა, პოსტივიმ და GDS-მა. ეს ყველა ივანიშვილის არხებია, ვიცით ჩვენ ძალიან კარგად და რატომ მოვიტანე ახლა მე ეს მონაცემები. გუშინ ჩვენ ვნახეთ და დღეს დასრულდა ეს ეგრეთ წოდებული ბრძოლა ბანერთან ახალი თეატრის მუსკომედიის თეატრად რომ ვიცნობთ ჩვენ ბევრი კედელზე ამ თვეების განმავლობაში იყო გადმოფენილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი. იმისთვის რომ ჩვენ გვიყვარდეს, გვახსოვდეს, ვაღიაროთ ანდრო ჭიჭინაძე, ამისთვის ბანერი არ გვჭირდება. ეს ბანერი უბრალოდ იყო იმის მტკიცებულება, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შესაძლებელი და დარჩენილია პროტესტის სივრცეები. და რა ვნახეთ ჩვენ? პროპაგანდისტული რუსთავიორი, რომელიც მიიტაცა და ბოლომდე გააუპატიურა ბიძინა ივანიშვილმა, ქართულ ოცნებასთან უნისონში რაღაც სპეცოპერაციას აწყობს ანდრო ჭიჭინაძის ბანერის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ვითომ ქართული პროექტისთვის, მათ არ ყოფნით სივრცე და ეს ბანერი უშლით ხელს. როგორ შეაფასებთ თქვენ როგორც პოლიტიკოსი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ამ პროცესს? ბრძოლა ბანერთან, იმიტომ რომ გააქრონ ანდროს სახელი და ეს წარმოუდგენელია, რა წარმოუდგენა აქვს ამ ხელისუფლებას საკუთარ მოქალაქეზე, გონიათ რომ ბანერით გვახსოვს ჩვენ და ვაღიარებთ ანდროს და მათ მიერ მიღებული კანონით ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას. ანუ რა ფსევდო აღიარებაზეა აქ საუბარი და დამოკიდებულებაზე როგორ? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას და ცხადყოფს, თუ რამდენი მდგომარეობაშია ქართული ოცნება. წარმოუდგენელია, სამყაროში არ არსებობს იძულებით სიყვარული. ნებისმიერი, მათ შორის წარსულში ან მოქმედი ავტორიტარული რეჟიმები. აქ ელენე ხოშტარია გამახსენდა, გიყვარვარ თუ კიდევ არ მითხარით ორი დაგიჭერთ. ბევრი ავტორიტარული რეჟიმები, მათ შორის მუშაობენ იდეოლოგიურად, იმაზე რომ მათ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უყვარდეს. და მათი მხარდაჭერა, ანუ რაღაც იდეოლოგიით შეიძლება ეს იყოს რელიგიური, შეიძლება ეს იყოს სხვა რაიმე, ესე ვთქვათ, სახის დამოკიდებულება, თუმცა კორეაში ალბათ გინახავთ კიმების გარდაცვალებას რამხელა გლოვით ხვდებიან კორეელები. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ფაქტებს, რომ არანაირი მხარდაჭერა ქართულ ოცნებას აღარ გააჩნია და ისინი ცდილობენ იძულებით შექმნან ისეთი განწყობა ქვეყანაში, რომ თითქოს და მათ ყავთ მხარდამჭერები და მათ გარშემო რაღაც არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც შემორჩა მათ ამორჩევლად. ეს ფაქტი, რაც მათ ჩაიდინეს აი ამ ბანერის წინააღმდეგ, ის კანონპროექტები, რომლებიც ისინი იღებენ აი ტროტუარზე არ დგას, ეს ყველაფერი მათ სისუსტეს ადასტურებს. თუ ქართული ოცნება არის მართლაც, როგორც თვითონ წარმოაჩენენ, პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყავს მხარდამჭერები, რომელიც არის ძლიერი და მყარად ფეხზე, ორ ფეხზე დამდგარი, როგორც მათ უყვართ ხოლმე, რა შეჭirdებათ ეს კანონები და რა შეჭirdებათ ბანერებთან ბრძოლა. პირიქით, თუ ისინი თავს ისე კომფორტულად გრძნობენ ამ ქვეყანაში, რომ მათთვის საპროტესტო აქციები და განსხვავებული აზრი პრობლემას არ წარმოადგენს, რა შეჭirdებათ ეს რეპრესიები. ანუ ნებისმიერი რეპრესია, ნებისმიერი წინააღმდეგობა ადასტურებს იმას, რომ ყოველდღიურად მათი გავლენები და მათი განწყობები უარესდება. მე მინდა გკითხოთ შეპესე ბატონოზე, რომელიც ალბათ სწორედ ასეთი სიყვარულის შედეგად გამდიდრებული ბიზნესმენის ეს არის რა ქვია კომპანია, რომელიც ამარაგებდა ჯარს და პოლიციას და ჩვენ როგორც ვნახეთ, ქართული ოცნება იმ სტრუქტურებს, ჯარზე და პოლიციაზე დგას მათი, ასე ვთქვათ, სიძლიერე, ხო, დამპალი საკვებით კვებავდა. ამით მდიდრდებოდა შეპესე ბატონოს მფლობელი და ის რა თქმა უნდა მილიონობით ტენდერს მათ ეხმარებოდნენ ამ ტენდერების მოგებაში. წარმოუდგენელია, არავის არ ჯერა და ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ მსგავსი ტენდერები საქართველოში, როდესაც ჯანსაღი კონკურენციის ან თავისუფალი ბიზნესის პირობებში ჩატარებულა და ვინმეს მოუგია. ეს არის წინასწარ შეთანხმებული, გარიგებული და სწორედ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ნებისმიერი სახელმწიფოსთან და ეხლა რაღაც წვრილმანებზე არ მაქვს საუბარი, იქ ისეთი საქმის კეთება, რომელიც წამგებიანია
კომერციულად, ბევრი ესეთი არის რაღაც. ხო, ოღონდ ჩვენ რა ვნახეთ, იცით? ექსპერტებსაც კი ვერ მიეცათ ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს მათი ჯანმრთელობის სპეციალური ეკიპების გარეშე ყოფილიყო დამაზიანებელი. ამ ასეთი ტიპის საკვებს აჭმევდნენ პოლიციელებს, სპეცრაზმელებს. სამწუხარო და გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც აი ამ 13 წლის განმავლობაში მთელი ქვეყანა კორუფციაში ჩაფლო და ჩვენ გვყავდა ხელისუფლებაში თანამდებობის პირები, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელსაც თამამად შეგვიძლია უწოდოთ კარაქიანი პურის ქურდები, ეს ტერმინი ესე ვთქვათ, მათ წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიყენე, იმიტომ რომ ეს ადამიანები იპარავდნენ საბავშვო ბაღების ფულს. ანუ ბავშვებს ქვეყანაში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით 70,000-მდე ბავშვი შიმშილობს და მათ მშობლებს განსაკუთრებით რეგიონებში ერთადერთი საშუალება, რომ მათმა არასრულწლოვანმა შვილებმა იკვებონ სრულფასოვნად, არის საჯარო ბაღის დაწესებულებები, სადაც უშვებენ ბავშვებს და იქ ისინი კარაქიან პურს და მსგავს საკვებს იღებენ. ეს ადამიანები აი ამ ტენდერებშიც იყვნენ და ბაღების მშენებლობის ტენდერებს იგებდნენ და ბაღებს არ აშენებდნენ, მათ შორის 20-მდე ესეთი кейსი არსებობს საქართველოს მასშტაბით. ამ ადამიანებისგან გასაკვირი არ არის არც ის, რომ წამლავდნენ საკუთარ სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს, წამლავდნენ პოლიციაში, ჯარში და სპეციალურ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს, იმიტომ რომ მათთვის ღირებულებას სახელმწიფო არ წარმოადგენს. ეს ადამიანები იყვნენ მიმდგრები, ეს ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ფულის კეთებაზე. ანუ ვერცერთ თანამდებობის პირს თქვენ ვერ მეტყვით, რომელმაც ბოლო 13 წლის განმავლობაში თავისი კარიერა ისე გაიარა, რომ აი სახელმწიფოზე ჰქონდა მხოლოდ ამ ბიზნესმენის დაკავებით უნდა დასრულდეს ეს არა, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესმენი ცალკე კომიკური ფიგურა არის, 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი იყო, 2016 წელს ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხა გორში, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ალბათ იმისთვის დაჭირდა, რომ დაემტკიცებინა ერთგულება, ანუ ეს ადამიანები, რომელსაც არანაირი ღირებულება, პრინციპები არ გააჩნიათ, ხო, საუბარი ზედმეტი, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, არ არსებობს არც ერთი კომპანია საქართველოში, არც ერთი კერძო ბიზნეს სუბიექტი, რომელმაც შეიძლება მოახერხოს დამოუკიდებლად ჯერ ტენდერი მოიგოს, როცა საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემდეგ ესეთი მასშტაბის დარღვევები ქონდეს, ფაქტობრივად საწავლავი შექონდეს და აჭმევდეს ჯარისკაცებს და აჭმევდეს პოლიციელებს და ამას ხელისუფლება ვერ ამჩნევდეს, მაშინ როცა უამრავი პარალელური სტრუქტურები არსებობს, ხო, რომელიც მონიტორინგი ევალება, რომელიც კონტროლი ევალება და ეს ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ ეხა ხელი შეახვეწონ მარტო ერთ ვის ევალება მონიტორინგი, მაგალითად, ვის ეძლევა ქვეყანაში სოციალური დახმარებები. დღეს დილა როგორ დაიწყო, ხო, ჯანდაცვის სამინისტრო შემწეობებს აღარ გადაუხდის, შეძლებულ მოქალაქეებს მოსახლეობის გადამოწმება იწყება. ანუ შეძლებულებს აძლევდნენ ფულს გამოდის 710,000 ადამიანი არის რეგისტრირებული ამ ეტაპზე და 1,200,000 მომლოდინია. ანუ სადღაც 2 მილიონამდე ადამიანი ამ ქვეყანაში თავს უკიდურესად ღარიბად გრძნობს ან აღიარებულია სახელმწიფოს მიერ და დღეს აღმოჩნდა, რომ ის 1,200,000 ხო ელოდება, მაგრამ აი ამ 710,000-დან მდიდარი ადამიანები იღებდნენ თურმე 80 ლარიან და 300 ლარიან. მდიდარი ადამიანი ტერმინი არ მომწონს, იმიტომ რომ ესენი არიან მდიდარი ადამიანები, ესენი არიან სახელმწიფოს პარაზიტები და უნაროვან შემთხვევაში ესენი არიან თანამდებობის პირები ან თანამდებობის პირთან დაახლოებული პირები. ჩვენ ამას რა ეკონომიკურ მოდელთან გვაქვს? ხო, ამ განცხადებასთან ერთად მაშინვე გამახსენდა ლევან ხაბეიშვილის ვიზიტი ხარაგაულში, თუ არ ვცდები 2022 წელი იყო, სადაც ის იყო ჩასული გასაპროტესტებლად, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ჰქონდა სოციალური დახმარება და დახვდნენ ლევანს და თავს დაესწრო. ამ დროს უამრავი ადამიანი, რომელსაც მართლაც ჭირდებოდა სოციალური დახმარება და უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდნენ, მათ არ ჰქონდათ. და ლევან ხაბეიშვილს ქვებით დახვდნენ და ჭკუბით და გამოეკიდნენ და ეს როგორ იკადრე და როგორ გაბედე და როგორ გააპროტესტე. ანუ რეალურად ჩვენ რასაც ვამბობდით და ვამტკიცებდით ამ წლების განმავლობაში, რომ თითქმის ტენდერებში ხო იყვნენ
სახელმწიფო შესყიდვებში ხო იყვნენ, ანუ თითქმის არც ერთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეთრი ისე არ იხარჯებოდა, რომ რაიმე ინტერესი არ ქონოდა ან ჩინოვნიკს, ან ჩინოვნიკთან დაახლოებულ ბიზნესმენს, ან მათი ოჯახის წევრს, ან ცოლის ნათესავს, ან ვინმე სხვას და სოციალურად დაუცველების პროგრამაც კი ხო მათი ფულის საკეთებელი საშუალება იყო და აფორმებდნენ მეზობლებს, ნათესავებს, აი ვინმე თუ კი ახლობელი ყავდათ აი პარტიული ნიშნით და აი ამ გავლენებით, რომ ეს სახელმწიფო დახმარება, ამით ხომ ისინი ართმევდნენ ფულს იმ ადამიანებს, რომელსაც მართლაც ჭირდებათ. ანუ მათი მორალური მდგომარეობა და სახე. მაგრამ მე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება თუ რა ჩანს კვლევებში, თუ წინასაარჩევნოთ ეს სიები იზრდება, სარჯველაძე რატო არ იყო მაგალითად საქმის კურსში? ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. დარწმუნებული ვარ, უამრავი საქართველოს მოქალაქე მიდიოდა მასთან უფლებების დასაცავად, დახმარების თხოვნის მიმართავდა და ახლა ეს ადამიანი ამბობს, რომ თურმე შეძლებული ადამიანები იღებდნენ ბიუჯეტიდან დახმარებას და უნდა გადავამოწმოთ სიები. აი რაღაც კონსპირაციაში შევდივარ, მაგრამ ხომ არ მიდის მაგალითად სოციალურად დაუცველთა რაღაც მორიგი მოსყიდვის მცდელობა, რომ არჩევნების მოახლოების შემთხვევაში ისინი ისევ აღმოჩნდებიან სიაში. ან ამოგწერთ თუ თქვენ არ გვაღიარებთ და მხარს არ დაგუჭერთ. მოკლედ, აღიარების თემა აქაც ხომ არ ინაცვლებს, ოღონდ ეს პრობლემა ყოველთვის იყო მართლა იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდებათ სოციალური დახმარება, მუდმივად იყვნენ ზეწოლის და წნეხის ქვეშ, იმიტომ რომ მუდმივად ქართული ოცნების კოორდინატორები, სხვადასხვა სოციალური სამსახურის თანაშემწეები აშანტაჟებდნენ მუდმივად, რომ აი თუ რაიმე სახის ოპოზიციურ აზრს დააფიქსირებ ან მართველი პარტიის სასარგებლო თქმას არ მისცემ, მოგიხსნით, ეს ესე იყო და ესე იქნება. უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ სოციალური დახმარების რაღაც გარკვეულ ბიუჯეტს ხო იპარავდნენ ფაქტობრივად და მიქონდათ სახლში იმ ადამიანებს, რომელსაც ეს არაფერში არ ჭირდება და მათთვის უბრალოდ დამატებითი შემოსავალი იყო და მაშინ როცა მედიაში თქვენს ეთერშიც ნოდარ მელაძის შაბათში რამდენი რეპორტაჟი გვინახავს, რომ ადამიანებს განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან უჭირთ და ელემენტარული იმის გამო, რომ აი ტელევიზორი შეიძინა ან მაცივარი შეიძინა, უჩერებდნენ სოციალურ დახმარებას და ართმევდნენ და ამით ჯიდნენ. არჩევნების შემდეგ იგივე ნოდარ მელაძის შაბათში მე მინახავს რეპორტაჟები, რამდენიმე მანქანა რო იდგა სახლის წინ და ის ადამიანები სოციალურ დახმარებას იღებდნენ. ხო, ესენი არიან ის ადამიანები, რო ჩაუღრმავდეთ აუცილებლად გავალთ, რომ ანუ მათი ან ოჯახის წევრი ან ნათესავი არიან საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს წევრი ადგილობრივ დონეზე ან გამგებელი, ანუ ეს გავლენები ხო, ანუ ჩვეულებრივ ადამიანს არც ჭირდება ალბათ რომ თუ არ არის ამ სოციალურად დაუცველი აიღოს ეს დახმარება. კობახიძე ახლა ამ მანკიერების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას თუ რა ქვია ამ ყველაფერს? ფაქტია რომ რაღაც დღის წესრიგი იცვლება ქართულ ოცნებაში და ირაკლი კობახიძე სხვათა შორის ბევრჯერ მსმენია რომ თავისი გუნდის წევრები, ყოფილი გუნდის წევრები და ყოფილი გუნდის მხარდაჭერები ეძახიან ნაცს და ამბობენ იმას, რომ ნაცები დაბრუნდნენო ხელისუფლებაში, ალბათ იმიტომ რომ ეს რაღაც კორუფციასთან ბრძოლის იმიტაცია რაღაც მაინც იმ ადამიანების ჭყალებში, ქოცების აღქმაში არის ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული და ესეც არის, იმიტომ ნაციონალური მოძრაობა იყო ის პარტია, რომელიც ებრძოდა კორუფციას, კრიმინალს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს იმიტაციასთან, იმიტომ რომ ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების გამოვლინება ამ ფორმით და შედეგად ჩვენ თუ გვინდა რომ მართლა კორუფცია დავამარცხოთ, ამას ჭირდება ინსტიტუციური რეფორმები, ამას ჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, ამას ჭირდება დემოკრატია, ამას ჭირდება დემოკრატიული არჩევნები, პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიცია, პარლამენტი უნდა გავდეს პარლამენტს, ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და სახელმწიფო სისტემები ისე უნდა იყოს გამართული, რომ კობახიძე კი არა, ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, კორუფციის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იყოს. დიდი მადლობა ვასილ ურუშაძეს, მე მას დავემშვიდობები.